მოგესალმებით, მწარე პოდკასტი. დღეს ერთი ისტორიული ეპიზოდი უნდა ჩავიწეროთ და დაუბრუნდეთ ესპანეთის ისტორიას. ჩვენ გვაქვს ერთი ეპიზოდი დაწერილი ესპანეთზე, რომელიც ზოგადად მოიცავდა ესპანეთის ისტორიას და იმპერიად როგორ ჩამოყალიბდა და ასე შემდეგ, მისი აღზევება და დაცემას, მოკლედ რომ ვთქვათ. და დღეს მის ისტორიის ერთ ეპიზოდს, ერთს რა, საკმაოდ სუყე და დიდ ეპიზოდს შევეხოთ. ეს არის ესპანეთის მთელი რიგი სამოქალაქო ომების სერია, რომელიც დაიწყო მე-19 საუკუნეში და გაგრძელდა მე-20 საუკუნეში და გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, დაკავშირებული იმასთან, როგორ წარმოიშვა თანამედროვე ესპანეთი, ანუ მას ზუსტად აი ამ საფუძველზე დგას ესპანური ისტორიული მეხსიერება. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის თორნიკე შარაშენიძე, ჩვენი არაერთგზის სტუმარი, მონატრებული სტუმარი, სხვათაშორის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სმენერს ზუსტად თორნიკეს ეპიზოდები უყვარს ხოლმე და მწერენ რომ მოიწვიეთო ისე თორნიკეო. მოგესალმები და მიხარია რომ დაგვიბრუნდი მწარე პოდკასტში. ასევე მადლობა. სხვაშორის შემჩნეული მაქვს ზოგიერთი წერს ხოლმე კომენტარებში ჩემზე რომ რა ვანკასმა ყველაფერი იცისო და ეხლა იტყვენ ესპანეთის ცოდნეო. ესპანეთის არა ნამდვილად, მაგრამ უბრალოდ ეს ესპანეთის სამოქალაქო ომი არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, შეიძლება ითქვას მე-20 საუკუნის საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის, ანუ კონტექსტი თუ გვინდა გავიაზროთ ჩვენ, რა ხდებოდა მოყოლებული 30-იანი წლებიდან და როგორ განვითარდა იგივე ჰიტლერის და მუსოლინის ესე ვთქვათ გზები, როგორ შეერთა, იმიტომ რომ ამას გულისხმობ იმას, რომ ესპანეთის სამოქალაქო ომმა ისინი დაამეგობრა და დაახლოვა, ძალიან ბევრი რაღაცის გააზრებისთვის საჭირო არის ესპანეთი და შესაბამისად მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი და ადგილი აი მე-20 საუკუნის საერთაშორისო ისტორიაში. თუმცა იწყება ეს როგორც შენ აღნიშნე, სამოქალაქო ომის ისტორია დაიწყო მისი მე-19 საუკუნიდან და ჩვენ თუ იმას არ გავივლით, აბსოლუტურად გაუგებარი დარჩება თუ როგორ მოხდა ესე უცებ ასეთი საშინელი და უნდობელი სამოქალაქო ომი ევროპულ ქვეყანაში, ხას უსვამო ევროპულ ქვეყანაში, იმიტომ რომ ხა ჩვენ მიგვაჩნია რომ ევროპაში ყველაფერი კარგად იყო, ხო, მაგრამ არა ნამდვილად რა თქმა უნდა და ესპანეთის სამოქალაქო ომი იმდენად მძიმე და საშინელი იყო, რომ თუ არსები მისი დასრულებიდან, ხა შეიძლება შემეშალოს 30 წლის მერე გამოცხადა ამნისტია დაახლოებით, ხო? შეიძლება 40 არ მახსოვს. და ათასობით ადამიანი ამოვიდა სარდაფებიდან, სადაც იმალებოდნენ, ანუ დამარცხებული მხარის რესპუბლიკელების მხარდამჭერები იმალებოდნენ სარდაფში და უამრავი ბავშვი ჩაისახა სარდაფში რა. გაჩნდა ესპანეთში უამრავი ბავშვი, რომელიც ჩაისახა სარდაფში. მამა იმალებოდა სარდაფში და შესაბამისად, ოჯახი ესე თქვა შეარჩუნებული იყო ჩუმად და ბავშვები კეთდებოდნენ ესე თქვა და აი, თუნდაც ეს მაგალითი რომ გავიხსენოთ ჩვენ რამდენი ხანი იმალებოდა დამარცხებული მხარის მომხრეები ესე თქვა სარდაფებში, ესეც მოწმობს რა თქმა უნდა იმას, რამდენი საშინელი სამოქალაქო ომი იყო და არ მხოლოდ საშინელი, იმიტომ რომ შინ უამრავი ადამიანი დაიხოცა და ესე თქვა ადგილი ქონდა ესე თქვა ბარბაროსობას ორი მხრიდან სხვათა შორის. არამედ იმიტომაც რომ მან ჩაითრია შეიძლება ითქვას მინიმუმ მთელი ევროპა, მინიმუმ სოფლიოს რაღაც დონეზე შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ არ დარჩა თითქმის ესე თქვა ასე თუ ისე მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ინტერესდებოდა პოლიტიკით, რომელიც არ იყო ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს. სხვა ვარიანტი არ არსებობდა. ან რესპუბლიკელების მხარეს, ან მეორე მხარეს. რო თქვა პირობითად ფრანკოს მხარეს. შუაშისტი ვერ იქნებოდი, ხო? ვერ იქნებოდი, ხო, აი ესეთ სიტუაცია შექმნა ესპანეთის სამოქალაქო ომმა. ეხლა მოდი მიყვეთ ზამიგძელდა მე ძალიან გავასწავლე პრობლემებს. ხო, მე-19 საუკუნეში, რა თქმა უნდა, ესპანეთის ისტორიაში ერთ-ერთი საკმაოდ მოვლენა არის ნაპოლეონის ომები. ვინაიდან ნაპოლეონის ომების პერიოდში ესპანეთში იჩინა თავი ასე ვთქვათ, მომზადება იყო სამოქალაქო ომების იმ ეტაპებისა, რომელიც შემდგომში ფერდინანდის მემკვიდრეებს შორის გაჩაღდა. კარლოს მეოთხე, რომელიც ნაპოლეონმა გადააყენა ფაქტობრივად ტახტიდან, ესპანეთის მეფე, საკმაოდ სუსტი მონარქი და მისი ვაჟი, რომელიც ნაპოლეონის მოწინააღმდეგე იყო შემდგომში და ესპანელები მის ტახტზე აყვანასtildeობდნენ, როდესაც აჯანყდნენ ისინი ფრანგების წინააღმდეგ, საბოლოოდ თორსა ნაპოლეონი დამარცხდა, ის ავიდა ტახტზე. 1833 წლამდე მან იმეფა. სხვადასხვა მიუხედავად იმისა, რომ მან ესპანეთში შედარებით იგივე საფრანგეთთან და სხვა ევროპის ქვეყნებთან უფრო კონსერვატიული იყო ესპანეთი შედარებით, უფრო შემორჩენილი გარკვეულწილად, თუნდაც იგივე ინკვიზიცია საკმაოდ დიდი ძალა ჰქონდა. ინკვიზიცია ნაპოლეონმა გააუქმა, ხო, თავის დროზე მე დააბრუნეს ისევ. და ანუ ეს აბსოლუტიზმი მაინც შეირყა რაღაც დონეზე იმ პერიოდით, როცა საფრანგეთი შესული იყო ესპანეთში.
ესპანეთში. შესაბამისად, ანუ ის მაინც ვეღარ არის უწინდელი ძველი რეჟიმის ბურბონების მსგავსი. ანუ რაღაცა ცვლილებები გარკვეულწილად ესპანეთში მაინც აღწევდა. მიუხედავად აი ამ რაღაცა შედარებით ჩამორჩენილი იერსახისა ყველაფრისა. მაგრამ თანაც ესპანეთზე უნდა ითქვას ის, რომ ამ პერიოდში დასუსტდა ძალიან როგორც პოლიტიკური მოთამაშე, კიდევ უფრო დასუსტდა, იმიტომ რომ კოლონიები დაიკარგა, ხო, ესპანეთისა, მთელი სამხრეთ ამერიკა წავიდა. ეს ნაპოლეონის დამსახურებით. ხო, ნაპოლეონის საფრანგეთის რევოლუციის დამსახურებით მთელი სამხრეთი ამერიკაც ჩამოსცილდა ესპანეთს, დარჩათ რამდენიმე კოლონია, რა თქმა უნდა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ესპანეთი უბრალოდ იმის ლანდიღა იყო, რაც თავის დროზე არსებობდა მე-16 საუკუნეში და მე-17 საუკუნის დასაწყისში. მაგრამ გარდაიცვალა მოკლედ მეფე და დაიწყო ბრძოლა ტახტისთვის, რასაც ეწოდება პირველი კარლისტური ომი. რატომ ეწოდება ეს სახელწოდება და რატო დაიწყო ეს კრიზისი, მმართველობის კრიზისი ესპანეთში? ხო, აი როგორც შენ აღნიშნე, ესე თქვათ, ფრანგების ბატონობამ რაღაცნაირად შეარყია ეს ბნელი კონსერვატიზმი ესპანეთში, ხას უსვამს ბნელი, იმიტომ რომ კონსერვატიზმი თავისთავად ცუდი არ არის. ცუდია ყველაფერი ზედმეტი, თორე ესე თქვათ, ნორმალური დოზით კონსერვატიზმიც კარგია და ლიბერალიზმიც ხარდია, ხო? და მოხდა ისე, რომ გარდაიცვალა ფერდინანდი, ორი კანდიდატი იყო ტახტზე დასმის, ერთი მისი შვილი, ქალიშვილი იზაბელა და მეორე ძმა კარლოსი. ეხლა ესპანეთისნაირი კონსერვატიული ქვეყანაში ცხადია კარლოს უჭერდა მხარეს ძალიან დიდი ნაწილი მოსახლეობის და ჯარი, რომელიც განასახიერებდა, მოდით ვთქვათ, უფრო პროგრესულ ფრთას, უფრო ლიბერალურ ფრთას, რაც უნდა უცნაური იყო ჯარი ხო ყველგან კონსერვატორულია თითქოს, მაგრამ ნუ ესპანეთში ჯარი იყო პროგრესული, ეს ძალიან საინტერესოა. შეიძლება ეს იმიტომაც რომ ნოცა ნაპოლეონს ებრძოდნენ ისინი, მათ მოინდომეს კონსტიტუციის შემოღება ესპანეთში, ანუ გამოიკვეთა ეს რაღაცა ფრთა პროგრესული ესპანეთში ამ ოფიცერ კორპუსის სახით და ისინი უჭერდნენ მხარს იზაბელას მოკლედ რა ეს ოფიცრები და ეკლესია უჭერდა მხარს ხადია მეფის ძმას კარლოს. ნუ აიყვანა ჯარმა ძალატანებით საბოლოო ჯამში ჯარმა გაიმარჯვა მის ხელთ იყო ძალა სხვა თუ არაფერი დასვეს ტახტზე იზაბელა და დაიწყო კარლისტური ომები ანუ აუჯანყდა ძალიან სერიოზული ნაწილი ესე თქვათ იზაბელას ნუ კარლოსი დაესვა ტახტზე მიდიოდა ომი საბოლოო ჯამში კარლოსმა აღიარა თავის დამარცხება და გადაასახლეს საფრანგეთში და ძალიან საინტერესოა სხვა შორის ერთი ეპიზოდი გრაფ მონტე-კრისტოდან რაღაცა მომენტში გრაფ მონტე-კრისტო ცდილობს გააკოტროს თავის ერთ-ერთი მტრის ის ხო შურიზიებას აპირებს თავის მტრებზე მთელი წიგნი ხო ამაზეა რომ შურიზება ახორციელებს ეს მტერი მისი არის ბანკერი ეს ბანკერი რო გააკოტროს გაავრცელებს ყალხმას რომ გაიცა დონ კარლოსი გაავრცელებს როგორ მოისყიდის ვიღაც ტელეგრაფის ხო და დონ კარლოსი საფრანგეთში ცხოვრობდა გარდაიცვალა და მან ესე თქვა ვარი თქვა ტახტზე მაგრამ მე კარლისტები ისე ვაჯანყდნენ ანუ მისი და მისი ისე თქვა ჩაუმოლობის მომხრეები და მისი შვილის დასმა მოინდომეს ტახტზე ეხლა რაც არ უნდა უცნაური იყოს შეიძლება უცნაური მოეჩვენოს ეს ძალიან ჩვენ მსმენელს კარლისტები პრინციპში ესპანეთში გაქრენ მხოლოდ მას შემდეგ რაც ფრანკომ დაამყარა დიქტატურა სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდეგ და პრინციპში გააუქმე ყველა პარტია ხო მანამდე კარლისტები ჩვეულებრივად არსებობდნენ და როცა ესპანეთში სამოქალაქო ომი იწყება და სამოქალაქო ომი როგორ იწყება 30-იან წლებში გულისხმობს ხათეობე ხო აქეთვარ 20 საუკუნეში მის უგან ესე თქვა გარანტ ძალიან სერიოზულად კარლისტები იმიტომ რომ სამოქალაქო ომის ერთ-ერთი წამომწყები არის გენერალი მოლა და მას აქვს კარლისტები ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ხო ანუ იქად ჩანდნენ 30-იან წლებშიც იმდენად ძლიერი იყო ესე თქვა მათი ეს რა ვიცი რო იტყვიან ინგლისურად cause ანუ მათი საქმე მათი მოტივი მათი იდეა მოდი ესე თქვა ხო არაფერი არ ეშვებოდნენ ეხლა ჩემი აზრით ეხლა არ ვიცი ამდენ დამეთანხმები აი ამ სიტუაციაში რომ მიდიოდა გამუდმებული ომი იმაზე რომ დაესვა ტახტზე ერთი კონკრეტული შტოს წარმომადგენელი აბა სერიოზული როლი ითამაშა იმანაც რომ ესპანეთში დინასტიური კრიზისები დაიწყო ჯერ კიდევ ხო გვახსოვს ჩვენ ესპანური მემკვიდრეობისთვის როცა არ აღმოჩნდა ესპანეთის ტახტზე მემკვიდრე მოინდომეს ფრანგებმა დასვა თავიანთი მემკვიდრის ლუი მე-14 მოინდომა თავისი მემკვიდრის დასმა ესპანეთის ტახტზე და დასვა კიდევაც ხო? დასვა კიდევაც ამას მოყვა ომი ისევ და ისევ მოყვა ევროპული მასშტაბის ომი ისევ და ისევ ესპანეთის გამო ძალიან საინტერესოა ხო? ნუ ესპანეთი იწვევს ევროპული მასშტაბის ომს და მე კიდევ ძალიან საინტერესოა ეს იზაბელო გადააყენეს თვითონ სამხედროება გადააყენეს, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ არ იყო მანდამაინც კარგი მონარქი და მმართველი, იმიტომ რომ ძირითადად დაკავებული იყო სექსუალური თავგადასავლებით. მოინდომეს ახალი მეფე მოეძებნათ იზაბელაზე უკეთესი და რომ მოიხედეს აღმოჩნდა რომ უშუალოდ ესე თქვა ოჯახის წევრი იქ არავინ არ ჩანდა, ანუ ამ ესპანური ოჯახის წევრი ხო, ბურბონების და მოინდომეს ტახტზე დაისვათ ნათესავი.
ჰოჰენცოლერნების შტოს დინასტიის წარმომადგენელი, ანუ პრუსიის სამეფო დინასტიის წარმომადგენელი და ამან რეალურად აი ამ გეგმამ რო დაესვა ესპანეთის ტახტზე ჰოჰენცოლერი და პრუსიული სამეფო ოჯახის წევრი მოახდინა პროვოცირება საფრანგეთსა და პრუსიას შორის ომის და ამას მოყვა მერე გერმანიის საბოლოო გაერთიანება პრუსიის მიერ. ანუ ჩვენ ხედავთ ძალიან სერიოზულ მაგალითს, რომ ესპანეთში დინასტიური კრიზისი იწვევს ევროპაში სერიოზულ ომებს. ესპანეთის ესე ვთქვათ, მემკვიდრეობის ომი დასრულდა საფრანგეთის გამარჯვებით, თუმცა საფრანგეთო დიდი ზარალი მიიღო ამ ომით მაშინ, ლუი მე-14-ის დროს და მეორე ომი აგერ დასრულდა საფრანგეთის სასტიკი მარცხით და გერმანიის გაერთიანებით და მე მგონი აი ამანაც შეუწყო ხელი რომ ესპანეთში არ იყო ესე ვთქვათ და კიდევ ერთი, როცა ნაპოლეონმა თავის ძმა დასვა ის ტახტზე, ხო? შეახსენა ეს ეპიზოდი, თავის ძმა ჟოზეფი დასვა ტახტზე. და ამას მოყვა საშინელი წინააღმდეგობა ესპანეთის მხრიდან და მთელი მას შორის ესპანური ჯარი ფრანგებს ებრძოდა. ანუ ესპანეთში როგორც ჩანს ეს უკვე ჩამოყალიბდა სამწუხარო ტრადიციად, რომ სულ ესე ვთქვათ, შეკითხვის ნიშის ქვეშ იყო ვინ არის კანონიერი მონარქი. კალისტური ომი გრძელდებოდა და მე ესე ვთქვათ, რომ ამოესუნთქათ. მე როცა არ გამოვიდა რომ ტახტზე დაესვათ ეს ჰოჰენცოლერნის ოჯახის წარმომადგენელი, მოიწვიეს იტალიის მეფის ძმა. მაგრამ იმან ვერ გაუსვა უმბედურმა ადამიანმა, აი ამ გაუგებრობას, ხან კარლისტები უჯანყდებოდნენ, ხან ვინ უჯანყდებოდა და მერე მოიწვიეს ტახტზე დასვეს უпроსწორედ იზაბელას, იმ ქალბატონის, იზაბელას შვილი. იზაბელას შვილმა რაღაცა მართავითო, ეს უკვე საუბარი არის, 19 საუკუნის ბოლოსკენ მივდივართ, მაგრამ კარგი არაფერი არ ხდება ამ დროს ევროპაში, უпроსწორედ კარგი არაფერი არ ხდება ამ დროს ესპანეთში, იმიტომ რომ ესპანეთში ნელ-ნელა ძლიერდებიან მემარცხენე პარტიები, რომლებიც მერე ითამაშებენ გადამწყვეტ როლს, მე ვიტყვი, სამოქალაქო ომის პროვოცირებაში. ეხლა სამოქალაქო ომის პროვოცირებაში კი ძალიან დიდი სერიოზული როლი ითამაშა სხვა შორის სტალინმა და ამასაც თქო, ეხლა ჩვენ დღეს აუცილებლად შევეხებით. ანუ იმდენად სერიოზული მოვლენა ეს ესპანეთის სამოქალაქო ომი. და შეიძლება თქვი, რომ ესპანეთში დაკარგა კოლონიები ამ კოლონიების დაკარგვა დასრულდა თუ არსების სწორედ 19 საუკუნის ბოლოსკენ 98 წელს თუ არსები ესპანეთი კუბას კარგავს, კუბას არტოს რეალურად ესპანეთს ამერიკა, შეერთებული შტატები და სხვა შორის ერთ-ერთ ჩვენ გადაცემაში ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამერიკამ ესე ვთქვათ გამოაცხადა ამერიკამ რეალურად მონროს დოქტრინის განხორციელება დაიწყო სწორედ 19 საუკუნის ბოლოდან და მე მგონი აი ერთ-ერთი ნიშანი რომ ამერიკამ დაიწყო აქტიურად მონროს დოქტრინის განხორციელება ანუ ესე ვთქვათ დაანახა მთელ სოფლიოს რომ აქ მე ვარ პატრონი მთელ დასავლეთ ნახევარსფეროში იყო აი ესპანეთის გამოძევება კუბიდან ესპანეთის გამოძევება იყო ძალიან მძიმე ამ ქვეყნისთვის იმიტომ რომ ესპანეთს ჰქონდა უკვე ამ პერიოდში რა თქმა უნდა სერიოზული სეპარატიზმის პრობლემები ბასკეთში და კატალონიაში და კატალონური პროდუქციის დიდი ნაწილი სწორედ ექსპორტზე გადიოდა კუბაში და ეს ბაზარი დაიკარგა. ანუ ესპანეთში ყველაფერთან ერთად წვავდება სეპარატიზმიც. და ჩვენ ვიღებთ ძალიან მძიმე სურათს ამ ქვეყნისთვის. სეპარატიზმი და მემარცხენე პარტიების მომრავლება მემარცხენეში არ გულისხმობ მხოლოდ სოციალისტებს და კომუნისტებს, რომლებიც ყველგან გაჩნდნენ ნელ-ნელა, მათ დაემართა კიდევ ანარქისტები ხო ნუ როგორ ახსნათ ეს იყო ესე ვთქვათ სპინოფი მე მგონი კომუნისტების იმიტომ რომ როცა შეიქმნა პირველი კომუნისტები პირველი ესე ვთქვათ საერთაშორისო ინტერნაციონალის ჩევდნენ მემარცხენე სოციალისტური პარტიები მათ გამოიყო მე რაღაცა ჯგუფი ბაკუნინის ხელმძღვანელობით ცნობილი რუსი მან შექმნა ანარქისტული მოძრაობა და ეს ანარქისტული პარტიები განსაკუთრებით გაძლიერდნენ სწორედ ესპანეთში და იტალიაში და იტალიაში მე 20-იან წლებში მათ მუსოლინი მოუღო ბოლო მაგრამ ესპანეთში ძალიან ძლიერდებოდნენ და 30-იან წლებში ნუ სერიოზულ ძალას წარმოადგენდნენ შეიძლება ითქვას. ნუ ერთი კარგიაც ქნა ესპანეთის მთავრობამ, ეხა არ მოყვები კი რა მთავრობები იყო, რა მეფეები გამოიცვალეს, ეს იყო სრული ქაოსი. ხან დიქტატურა ჰქონდათ, ხან მეფე მართავდა, ხან მეფე ნიშნავდა ვიღაც დიქტატორს და ძალიან საინტერესოა აი ამ პერიოდში 21 საუკუნეში ბოდიში შემოდიან ეგრეთ წოდებული აფრიკელები. ხა ვინ არიან აფრიკელები? მე-20 საუკუნის დაწყისში ხდება გარიგება ინგლისსა და საფრანგეთს შორის და ინგლისი საფრანგეთს უბოძებს მაროკოს, როგორც თავის კოლონიას. ეს იმიტომ რომ მოხდეს ამ ორი ქვეყნის შერიგება, ინგლისის და საფრანგეთის. მაგრამ მაროკოს მცირე ნაწილია, ეს ნაწილი, რომელიც ესე ვთქვათ, უშუალოდ ემეზობლება გიბრალტარი ხო ინგლისელების არის, ხო, როგორც ჩვენ ვიცით. ინგლისელებმა არ დაუთმეს საფრანგეთს ინიშიშით რომ აი თუ ეხა ფრანგებმა რაღაც გაგვიფუჭონ აქ და ამიტომ მაროკოს ეს ნაწილი მიცეს ესპანელებს და ესპანეთს აი მაროკოს ძალიან მცირე ნაწილშიც კი
გაუჭირდა ძალიან კონცეპტად კონტროლის დამყარება. წლობით მიდიოდა იქ ბრძოლა ომი. და მე 20-იან წლებში ძლივს მოახერხეს იქ წესრიგის დამყარება ესპანელებმა და სწორედ ამ საქმეში, რომ მაროკოს ამ პატარა ნაწილში წესრიგი დაემყარებიათ, ისახელა თავის სწორედ ფრანკო. ეხლა ფრანკო ვახსენეთ, ცოტა შევიხოთ მის ესე ვთქვათ პორტრეტს, გაზარდა მამინაცვალმა, რომელიც როგორც ჩანს მას ეპყრობოდა ძალიან ცუდად, მას მე როცა გაიზარდა, ცდილობდა ყველანაირად რომ ყოფილიყო მოწესრიგებული ადამიანი, არ დამსგავსებოდა რანაირად მამინაცვალს, არ სვამდა, არ ეწეოდა, იყო ძალიან დისციპლინირებული. ნუცა ცხადია, ეხლა თქო უნდა იყოს სასტიკიც, იმიტომ რომ სხვანაირად ეხლა სამოქალაქო ომს სასტიკი თუ ხარ, ვერ მოიგებ ვერანაირად, ხო? ხო და ფრანკო იყო ძალიან წესიერი ამავე დროს ადამიანი, დისციპლინასთან ერთად წესიერი იყო, თავის ხელქვეითებს როგორც ჩანს ძალიან გაათეპყრობოდა, როგორც ამობენ განსხვავებით სხვა ესპანელი გენერლებისგან არასოდეს არ უღალატია თავის ცოლისთვის, ქონდა რაღაც თავისი პირადი კოდექსი შეიძლება ითქვას ამ ადამიანს, მაგრამ იმ პერიოდში 20-იან და 30-იან წლებში ფრანკო არ ითვლებოდა, ესე ვთქვათ, ყველაზე გამოჩენილ ძლიერ ესპანელ გენერლად. ეგეთები სხვები იყვნენ, იგივე მოლა, რომელიც უკვე ვახსენე, და ასევე კიდევ იყო ძალიან საინტერესო პიროვნება სანხურხო. და ამ პერიოდში 20-იან წლების ბოლოს ესპანეთს საშველი არ ადგას ამდენი უცნაური მემარცხენე პარტიები არის ამ ქვეყანაში. ძალიან ხშირად ხდებოდა ისე, რომ სამხედროები, ვინც აფრიკაში, ესე ვთქვათ, ამყარებდნენ წესრიგს, ფიქრობდნენ იმაზე, რომ იქნებ ჩვენ ხوار ავიღოთ ძალაუფლება ხელში, იმიტომ რომ ფაქტია, რომ პოლიტიკოსები ესპანეთს საშველი ვერ დააყენეს, მაგრამ აგით ჩვენ მივხვდეთ აგერ აფრიკაში ესპანეთის ნაწილს, მაროკოს ნაწილს და რახან ჩვენ აქ ვივარგეთ აფრიკაში, იქნებ ჩვენ ჩავიდეთ ესპანეთში და ჩვენ ავიღოთ ხელში, ესე ვთქვათ, მართლობა. ხო, ამაზე ფიქრობდნენ ძალიან სერიოზულად. გამომდინარე, მე ვიტყოდი პატრიოტული მოტივებიდან, მათ იმდენად არ უნდათ მე მგონი ძალაუფლების ხელში ჩაგდება, რამდენადაც მართლაც ესპანეთის გადარჩენა, იმიტომ რომ ქვეყანა მიდიოდა სრული ქაოსისკენ. და ეხლა რომ ვთქვათ, ხო და 32 წელს მოინდომეს პირველად მაგ პერიოდში სამხედროება წესრიგის დამყარება, რომ ესე ვთქვათ, თავიანთი კარგი გამოცდილება რაც შეიძინეს აფრიკაში, მაროკოში გამოეყენებინათ ესპანეთში, არ გამოვიდა აქედან არაფერი. ამ აჯანყების ინიციატორი იყო სწორედ სანხურხო, ძალიან სერიოზული გენერალი, იმ პერიოდში ფრანკოზე გაცილებით უფრო გავლენიანი ალბათ, მაგრამ ჩავარდა ეს აჯანყება და სანხურხო მერე გაიქცა, ესე ვთქვათ, გაუშვეს გაიქცა, პორტუგალიაში ცხოვრობდა. და მერე ხდება ძალიან საინტერესო მოვლენა, რა შუაშია სტალინი, ხა წეღან რო ახსენე. 1936 წელს მოსკოვში ტარდება კომუნისტური ინტერნაციონალის მორიგი ყრილობა. კომუნისტური ინტერნაციონალი რა არის? ეს არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით კომუნისტური პარტიების გაერთიანება. და როცა მოსკოვში ტარდებოდა კომინტერნის ყრილობა, როცა ეს კომინტერნის ყრილობა იღებდა რაც გააწყვეტილებას სავალდებულო იყო შესაძლებლად ყველა კომუნისტური პარტიისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. და რა ხდება ამ ყრილობაზე? 1933 წელს, როცა ჰიტლერი მოდის გერმანიის ხელისუფლების სათავეში, სტალინს მიაჩნია, რომ ჰიტლერი არ იქნება მისთვის პრობლემა. რადგანაც მას მიაჩნია, რომ ჰიტლერის არის, ესე ვთქვათ, არასტაბილური, ცოტა არ იყოს ექსცენტრიული ბიოდრომ თქვათ ლიდერი, წესით გერმანიას დაღუპავს და ეს კარგია საბჭოთა კავშირისთვის. და იმ პერიოდში სტალინი ფიქრობს, რომ ჰიტლერი არ არის რეალურად პრობლემა მისთვის. და ის ფიქრობს, რომ მისთვის და მთელი საბჭოთა კავშირისთვის და კომუნიზმისთვის მსოფლიოში მთავარი პრობლემა არის, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, სოციალ-დემოკრატიული პარტიები. მას მიაჩნია, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიები რეალურად ღუბავენ რევოლუციის საქმეს, რადგანაც ისინი ფეხს ითრევენ რევოლუციაზე და უნდათ რომ ესე თქვა დაამყარონ სოციალიზმი საპარლამენტო გზით და ეს უტოპია მიაჩნია სტალინს. ამიტომაც ის როცა ტარდება იმ პერიოდში ინტერნაციონალის კიდევ ერთი ყრილობა, მანამდე ის იძლევა ბრძანებას, რომ კომუნისტური პარტიები შევიდნენ კონფრონტაციაში სოციალ-დემოკრატიულ პარტიებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაგრამ მე როცა ჰიტლერი მოდის ხელისუფლებაში და დაინახავს სტალინო ჰიტლერისგან ძალიან სერიოზული საფრთხე მომდინარეობს უპირველესად მისი ქვეყნისთვის, ის გადაწყვეტს, რომ არ არის ახლა დრო კინკლაობის სოციალ-დემოკრატიულ პარტიებთან, ახლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ კომუნისტები გაერთიანდნენ სოციალისტებთან ერთად, ესე ვთქვათ, ფაშისტური რეჟიმების წინააღმდეგ. ფაშისტური რეჟიმები ცოტა პირობითია იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში ფაშისტებს ეძახდნენ ყველა მემარჯვენე დიქტატურას. თავისთავად ცხადია მუსოლინის, არა მხოლოდ მუსოლინის იტალიას, არა მხოლოდ მას, იგივე რუმინეთში არსებულ
დიქტატურად ეძახდნენ ფაშისტებს ბერძნეთში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ბრძანება გაიცა კომინტერნის მორიგ ყრილობაზე, რომელიც ცხადია ტარდება მოსკოვში, რომ კომუნისტურმა პარტიებმა ითანაშრომեն სოციალისტურ პარტიებთან, ამაზე გაქვთ კურთხევა. და 36 წელს ტარდება ესპანეთში მორიგი არჩევნები, ამ არჩევნებს იგებს ძალიან მცირე უპირატესობით კოალიცია ამ მემარცხენე პარტიების, მათ შორის კომუნისტები. ძალიან საინტერესოა და ეს კოალიცია სახალხო ფრონტი აყალიბებს მთავრობას. ეხლა პრობლემა იყო იმაში, რომ ძალიან მცირე უპირატესობით მოიგო ამ სახალხო ფრონტმა არჩევნები, დააკომპლექტა მთავრობა და შესაბამისად არ მოეწონა ეს ცხადია არც ერთ მემარჯვენე პარტიას და მემარჯვენე პარტიები ცხადია უამრავი არიან ესპანეთში, ესენი არიან მონარქისტები, ესენი არიან ადგილობრივი ფაშისტები, რომელთა ძახიან ფალანგისტები, ну კარლისტებსაც ცხადია არ ძინავთ და არც ერთი არ არის ბედნიერი, რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ მემარცხენეობა მოიგეს და კომუნისტებიც არიან პარლამენტში და ასე შემდეგ. მოკლედ აი მოსკოვიდან მიღებულმა დირექტივამ კიდევ უფრო გაამწოვა და დაძაბა სიტუაცია ესპანეთში და თანამედროვე ქართული ეს პოლიტიკური ტერმინი რომ მოვიშველიოთ, პოლარიზაცია უფრო მეტად გააღრმავა. ანუ ჩვენ ხედავთ აქ კავშირს ძალიან სერიოზულს ავიცი, მთელ დანარჩენ ევროპასთან და ჯერ კიდევ კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება, ცხადია გაიშლება, როცა დაიწყება სამოქალაქო ომი, მთელი ევროპა ჩაერევა ამაში როგორც ცნობილია. და მთელი ევროპა ტესტავს იქ თავის ჯარს და თავის იარაღს, განსაკუთრებით გერმანია და ესპანეთი, გერმანია და იტალია საბჭოთა კავშირი. და ამის მერე იწყება მოგეთ სამოქალაქო ომი. და როგორ იწყება? რაღაც მომენტში მოხდება ისე, რომ ეს მთავრობის აქტივისტები მოკლავენ მონარქიული პარტიის ლიდერს. გამოიყვანენ თავის სახლიდან და მანქანაში მოკლავენ. ნუ ეს მოხდება, ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ ფალანგისტები ან ადგილობრივი ფაშისტები მოკლავენ ერთ-ერთ სამართალდამცავს. და ამაზე პასუხი იქნება სწორედ ეს, რომ ეს მთავრობის წარმომადგენლები კლავენ მონარქისტული პარტიის ლიდერს. ნუ როგორც ჩანს, ჩათვლიან ჩვენი გენერლები, რომ ეს არის ყველაზე კარგი მომენტი, რომ დაიწყონ აჯანყება, რომ დაანხონ ეს მემარცხენე მთავრობა და თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში და იწყება სამოქალაქო ომი. უბრალოდ იწყება ამბოხება სამხედროების. ეხლა პრობლემა ამ ამბოხების დროს არის ის, რომ სანხურხო ეს გავლენიანი გენერალი ამ დროს არის პორტუგალიაში და რაც შეეხება ფრანკო თვითონ არ იმყოფება ესპანეთში, ისე თქვათ, მატერიკულ ესპანეთში. ის არის ტენერიფეს კუნძულზე სადღაც. და ეს არის ძალიან სრული პრობლემა, თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ ნუ ეხლა ხომნად გადავიდეს იქ ესპანეთში, მithumetes ჯარის დიდი ნაწილი ვინც უჭერს მხარს მაროკოში არის, საუბარია ფრანკოს ჯარზე. და როცა იწყება ომი, ესეთ ამბოხება და შეიძლება სამოქალაქო ომი, პირველივე დღეებში იღუპება სამხურხო, რომელიც არის პორტუგალიაში. და იღუპება საკმაოდ კომიკურ მდგომარეობაში. ესე თქვა, თვითონაც გაუზავნია, რომ წაიყვანონ, გადააფრინონ პორტუგალიდან ესპანეთში. თვითონაც საკმაოდ პატარა, არ არის თანამედროვე რაღაც სუპერლაინერი ცხადია, გათვლილია 2-3 კაცზე და ეს სამხურხო, რომელიც მანამდე იყო მთავარი გმირი ამ ესპანელი კონსერვატორების, თვითონაც გამოტენის ჩემოდნებით. ჩემოდნებში არის მისი ტანსაცმელი, ანუ ძალიან უყურდა პრანჭო ამ კაცს. და გამოტენა ჩემოდნებით ეს თვითრინავი, კოსტუმები და სამხედრო ფორმებით იყო სავსე ეს ჩემოდნები და თვითონაც ვერა იყო სიმაღლე, გამოვიდო ხეს და ჩამოვარდა და ეს კაცი იქვე დაიღუპა. კაცოა დროს მოვლენებს გავასწრებ და საკმაოდ მალე დაიღუპა ასევე თვითონავით მოლა კიდევ ერთი ეს სერიოზული გენერალი, ვინც ჩართული იყო ამბოხებაში და რეალურად ფრანკო დარჩა ერთადერთი. ანუ ის რომ მე ფრანკო ხდება ესპანეთის დიქტატორი, ამაში ძალიან დიდი დამსახურება აქვს თვითონავით მოგზაურობას, რომელიც ხანდახან სამწუხაროდ მანდამაინც უხიფათო არ არის. როგორც ჩვენ ვიცით. ფრანკო მოკლედ იმყოფებოდა მაროკოში ამ დროს და იქიდან ვერ გაადის ვერანაირად, ანუ ესპანეთში ვერ გადადის ვერანაირად, ჯარი ვერ გადაყავს და ფრანკო მიმართავს დახმარებისთვის ჰიტლერს. და ჰიტლერს როცა მოახსენებენ, აი ვიღაცა ჩვენგან დახმარების სიტყვას ვიღაცა ფრანკო, ჰიტლერმა არ იცის მაინდამაინც ვინ არის ფრანკო, რაშია საქმე, რატომ დაეხმაროს და როცა მოახსენებენ, რომ მსგავსი ვითარება ესპანეთში ხა დაიწყო იქ რეალურად სამოქალაქო ომი, ჰიტლერი დაფიქრდება და იტყვის, რომ მე უნდა დავეხმარო წესით ამ ფრანკოს ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ მე არ მაწყობს, რომ ესპანეთში გაიმარჯვონ კომუნისტებმა, იმიტომ რომ თუ ეს მოხდება, ფიქრობს ჰიტლერი, მე დიდი შანსია რომ საფრანგეთში გაიმარჯვონ კომუნისტებმა და საინტერესო ამ დროს არის ის, რომ საფრანგეთს ასევე მართავს სახალხო ფრონტი, ანუ გაერთიანება ამ მემარცხენე პარტიების. და ჰიტლერს ეს ცხადია მანდამაინც არ მოსწონს, იმიტომ რომ მთავარი იდეოლოგიური მოწინააღმდეგეები, რა თქმა უნდა, არიან კომუნისტები. და ჰიტლერი იტყვის, მე თუ დაუშვებ ეხლა რომ
ესპანეთში გაიმარჯვოს კომუნისტებმა, ეს მოხდება ალბათ საფრანგეთში და გერმანია აღმოჩნდება გაჭყლეტილი ორ კომუნისტურ მონსტრს შორის. საფრანგეთი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ცხადია საბჭოთა კავშირი. და ეს უგზავნის რამდენიმე თუ არ ვცდები 20-მდე თვითმფრინავს ფრანკოს იმისთვის, რომ ფრანკომ თავისი ჯარი გადაისროლოს ესპანეთში. ანუ ჰიტლერის დახმარების გარეშე ფრანკო ვერ ჩაერთვებოდა ესე აქტიურად ამ სამოქალაქო ომში და მე იწყება ძალიან სერიოზული სრულმასშტაბიანი ომი უკვე და შტურმი მადრიდზე და როცა არის მადრიდზე შტურმი, სწორედ ამ დროს წარმოთქვამს ეს მოლაინ ცნობილ ფრაზას, რომელშიც ახსენებს მეხუთე კოლონას. ეს მეხუთე კოლონა ფრაზაა ძალიან პოპულარული საქართველოშიც მათ შორის, სულ ვიყვარს საუბარი იმაზე, რომ მოღალატეები არიან და ეს მოღალატეები არის მეხუთე კოლონა, ანუ 4 კოლონით უტევდა რა. ეს 4 კოლონით უტევდნენ მადრიდზე, როცა კითხეს მოლას რომელი კოლონა აიღებს მადრიდსო, მოლამ უპასუხა, რომ მეხუთე კოლონაა. ანუ შიგნით ჩვენი მხარდაჭერები ვინც არიან დედაქალაქშიო და მას შემდეგ დამკვიდრა აი ეს ტერმინი მეხუთე კოლონა. მაგრამ მადრიდი ვერ აიღეს ამ შეტევის დროს, ვერ აიღეს, იმიტომ რომ მადრიდში რესპუბლიკელებს, თუნდაც დავარქვათ პატირობითად ესე მემარცხენეებს, ისევ და ისევ ესეა მიღებული, დაეხმარ აქტიურად, მათ უკვე მოუსწრო დახმარება მოსკოვიდან, საბჭოთა კავშირიდან. ეხლა ცოტა დააგვიანა სხვა შორის ამ დახმარებამ, იმიტომ რომ თავიდან სტალინი ძალიან ფრთხილობდა ჩარევას ესპანეთის სამოქალაქო ომში. იმიტომ რომ საფრანგეთის და ინგლისიც გადაგებდნენ არ ჩარევას ამ ომში. საფრანგეთს კი უნდოდა ჩარევა ომში, იმიტომ რომ ისევ და ისევ საფრანგეთსაც მემარცხენე კოალიცია მართავდა, მაგრამ ინგლისელები ამ იდეას არ იწონებდნენ და არ უჭერდნენ საფრანგეთს ამაში და საფრანგეთი ამ დროს უკვე იყო საკმაოდ სუსტი და სულ ყოველფეხის ნაბიჯზე უყურებდა ლონდონს და მისგან ცდილობდა რომ მიეღო ესე თქვათ ნებართვა და მწვანე შუქი ნებისმიერ სერიოზულ საკითხში და ეს ესპანეთში ჩარევა ცხადია სერიოზული საკითხია, ხო? და ნუ ამიტომაც და ეხლა რატომ უწევდა სტალინი ანგარის თავის მხრივ საფრანგეთის და ინგლისის პოზიციას. უწევდა იმიტომ რომ სტალინს ამ დროს უკვე როგორც თქვით ეშინია ძალიან გერმანიის და მას მიაჩნია რომ საფრანგეთი და ინგლისი უნდა იყვნენ მთავარი მოკავშირეები მისი გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამიტომაც მათი გადამტერება ესპანეთის გამო არ სურს, მაგრამ მე რო დაინახავს რომ აი ამ არჩარევის პრინციპს, რომელს იდეაში მთელი ევროპა შეთანხმდება, არღვევენ ძალიან აქტიურად გერმანელებიც და იტალიელებიც, იტყვის რომ ნუ მეც მაქვს მაშინ უფლება რომ ჩავირო რაღაც დონეზე და გზავნის იქ ტექნიკა, გზავნის იქ ჯარს და მოხდება ის რომ მადრიდს გადაარჩენენ საბჭოთა ტანკები და თვითმფრინავები, რომლებიც იმ პერიოდში გაცილებით უფრო უკეთესი იყო ვიდრე იგივე გერმანული თუ იტალიური ტანკები თვითმფრინავები, ანუ იმ პერიოდში ჯობდა საბჭოური ტექნიკა მათ ტექნიკას. და ესე დასრულდა წარუმატებლად პირველი ტალღა შეტევის მადრიდზე, მაგრამ ცხადია ეს არ ნიშნავდა სამოქალაქო ომის დასრულებას. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რაღაცა მოხდა ამ დროს, როცა დაეხმარა საბჭოთა კავშირი ესპანეთს, უბრალოდ მის ამ რესპუბლიკურ მთავრობას, პრინციპში ლეგიტიმურ მთავრობას თქვა პირდაპირ, ესე იყო, რა თქმა უნდა ეს დახმარება არ იყო უფასო. საქმე იმაშია, რომ ესპანეთში ამ დროს ინახებოდა, ნუ აი, სოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური საგანძური, ეს საგანძური იყო ნაძარცვი ესპანეთის იმპერიის მიერ, თავის დროზე როცა ესპანელებმა დაიპყრეს მთელი ლათინური ამერიკა, ძარცვეს იქ ევროპა ცხადია, გაძარცვეს ეს უძველესი ძველი ცივილიზაციები და ჰქონდა ესპანეთს თავისი, როგორც ქვეყანას აქვს, სავალუტო რეზერვები და უქროს რეზერვები და პლუს ჰქონდა ეს ძველი ნაძარცვი უნიკალური რაღაცა ნივთები. ეს ინახებოდა ცხადია მადრიდში. და რესპუბლიკურ მთავრობამ ჩათვალა რომ არ იყო უსაფრთხო მადრიდში ამის შენახვა, იმიტომ რომ იყო შანსი რომ მადრიდი დაცემული იყო და ეს განძეულობოდა, ეს ფური ჩავარდნოდა ხელში მეამბოხეებს, სამხედროებს და გააწყვეტეს რომ საიმედო ადგილას დაემალათ. და გამოიცნობს ჩვენი მსმენელი, ვის ანდეს ამ განძეულის დამალვა და შენახვა ესპანელებმა, უბრალოდ ესპანელმა რესპუბლიკელებმა. ანდეს სწორედ საბჭოთა კავშირს, მისცეს სტალინს. და ცხადია სტალინმა არ დაუბრუნა უკან ეს ყველაფერი, მარტივი მიზეზის გამო ჯერ ერთი დახმარებაში გამოუქვითა ეს განძეული და მეორეც ახლა როცა მე გაიმარჯვა სამოქალაქო ომში ფრანკომ ცხადია მათ მოსკოვი ფრანკოს რეჟიმს ცხადია მოსკოვი მოსკოვის ოქროს უწოდებენ ხოლმე როგორც მახსოვს მაგანს. ესე დაერქვა ხო უკვე. ხო, ესე დაერქვა, კი. ხო და ახლა როცა საუბრობენ ძალიან ბევრს იმაზე რომ ამ სამოქალაქო ომში ძირითადად ბარბაროსობა ჩადიოდნენ მხოლოდ სამხედროები, ანუ ესე თქვა ფრანკოს მხარე უხაშად რომ თქვა, ნუ ეს რა თქმა უნდა ახლა ეს
ძალიან გამარტივება საქმის სამწუხაროდ ადამიანის უმრავლესობას უყვარს რომ დაინახოს ისტორია მხოლოდ ჩავთეთ ფერებში ისე გამოყავთ ხოლმე რესპუბლიკელები არიან ქათქათქა თეთრი და ფრანკო არის კუნაპეტივით ჩავი. ნუ ეხლა ორივე სავიცოდები ქონდა ოხრად, ორივე ბარბაროსები ჩაიდინა, რესპუბლიკელები მაგალითად ცოცხლად წვავდნენ მღვდლებს ეკლესიაშივე სიტყვაზე, ნაწამებდნენ მონაზვნებს და ნუ ასე შემდეგ, და ნუ ფრანკოს რაც შეეხება, მათ დახვრიტეს მაგალითად ცნობილი თვითონ ფრანკოს არ დაუხრეტია რთვასწერ, მაგრამ ნუ აჯანყებულება დახვრიტეს ცნობილი ესპანელი პოეტი ფრედერიკო გარსია ლორკა. ნუ ეს სამოქალაქო ომია და ამაზე ვარესი ალბათ არ არსებობს საერთოდ. ეხლა მტერსა რო არ უსურვებ ისეთი რაღაცა არის, იმიტომ რომ საქართველოში როცა იყო სამოქალაქო ომი ცხადია გაცილებით ნაკლებად სასტიკი და გაცილებით ნაკლებად მასშტაბური, ჩვენ უყურებთ რომ აი დღემდე მოყვება იქაური ეს პოლარიზაცია თუ რაც არის, ხო? არ გადასულა დღემდე ჩვენ უყურებთ, ხო? მაშინდელი ეს ტკივილი და უბედურება. და ნუ როცა გრძელდება მე სამოქალაქო ომი, იქ სულ უფრო და უფრო აქტიურად ერევიან იტალიელები და გერმანელები და იტალიელები ცდილობენ რომ დაეხმარონ ფრანკოს აქტიურად, მაგრამ არაფერი არ გამოძდით, ვერ ომობენ მაინდა-მაინც კარგად და მუსოლინი ამით აღშფოთებულია, იმიტომ რომ მუსოლინის ამ დროს აქვს ეს გრანდიოზული გეგმა ჩაფიქრებული, რომ იტალიელებისგან გამოზარდოს მებრძოლიერი, იმიტომ რომ ეხლა ხდება ძალიან კარგად, რომ ეხლა ვინც ისტორიას თუ ისე იცის, ყოველს მოეხსენება, რომ ეს მაინდა-მაინც იტალიელები კარგად ვერ ომობდნენ და მუსოლინი ჩათვალა, რომ ესპანეთი იქნებოდა კარგი ესე თქვათ პოლიგონი, რომ ესწავლა მის ჯარს ომი. სხვა შორის იქ ომობდა მისი შვილი ერთ-ერთი, რომელიც იყო პილოტი, თვითონ მუსოლინი სხვა შორის ძალიან კარგი პილოტი იყო და მისი შვილი ომობდა, ბომბავდა კარგად, ეფექტურად როგორც იტყვიან, რესპუბლიკების პოზიციებს და მეორე ფრანკოს გააწყვეტილებით განარიდეს იქაურობას, იმიტომ რომ დიდი შანსი იყო რომ ჩამოეგდოთ, ხო, ცხადია მასზე ყველა ნადირობდა. ყველა გამწარებული იყო მასზე, იმიტომ რომ კარგი პილოტი იყო და დიდი ზარალიც მიიღა როგორც ჩანს რესპუბლიკელების შეერაღებულ ძალებს. ეხლა ჩვენ რო შევხედოთ კიდე იქ ვინ მომდა ცნობილი ადამიანები, ნუ მათ შორის გვახსენდება ცხადია ჰემინგუეი, რომელიც იყო რა თქმა უნდა რესპუბლიკების მხარეს, იმიტომ რომ ყველა მწერალს, რა ვიცი, ყველა ხელოვანს ეხლა მათი უმეტესობა ხო მაინც მემარცხენეა, ჩვენ თვითონ ლიბერალია რა და ეხლა როცა სამხედროები უჯანყდებიან მემარცხენე მთავრობას, რა თქმა უნდა ისინი დგებიან ამ მემარცხენე მთავრობის გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მემარცხენე მთავრობა აერთიანებს კომუნისტებსაც, ხო? მაგრამ საქმე იმაშია, რომ მაშინ კომუნისტებს ისეთი საშინელი იმიჯი არ ქონდათ, როგორც მე ნელ-ნელა ჩამოუყალიბდათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგივე, რა ვიცი, უნგრეთში მოვლენების გამო, ჩეხოსლოვაკიაში მოვლენების გამო და ასე შემდეგ. და უფრო ცუდი იმიჯი ცხადია ქონდათ ფაშისტებს. და აქეთ მხარეს, ნუ ეხა ფრანკო თვითონ ცხადია არ იყო ფაშისტი და ეს იარლიყი მას აბსოლუტურად ტყუილად მიაკერეს და ჩვეულებრივი პროპაგანდაა, რომ ფრანკო გამოაცხადა ფაშისტად. ფრანკომ როგორც თქვით, მე ფაშისტური პარტია გაუქმა საერთოდ, მოსპო, როგორც ყველა სხვა პარტია, მათ შორის კარლისტების, როგორც ცნობილია. ხო და ჰემინგუეი იყო პიკასომ დახატა ეს ცნობილი ნახატი გერნიკა ეს ქალაქი ბასკეთში, რომელიც დაბომბეს გერმანელებმა სხვა შორის ძირითადად და ეს საშინელება იყო გამოხატული ამ ნახატზე, ხო? როცა მადრიდი ვერ აიღეს, მე ბასკეთს შეუდიეს. ნუ ბასკეთი მე აიღეს. ნუ ეხლა ბასკეთში როგორც ცნობილი იყო სეპარატიზმი ყოველთვის. და რამდენად არ გაახარებდა ცხადია ბასკებს ეხლა ის ამბავი, რომ მათ გერმანელები ბომბავდნენ, ხო? ეს კიდევ უფრო მეტი საშინელება იყო მათთვის, ალბათ ვიდრე ის, რომ ისე დაემბობოთ ესპანელებს, რა ვიცი, ფრანკოს ჯარს და ასე შემდეგ. მოლაც ამ დროს ჩამოვარდა ამავე პერიოდში. მოლას თვითმფრინავი ჩამოვარდა და დაიღუპა და ნუ მოკლედ ფრანკო რჩება ერთადერთი სერიოზული ლიდერი, რომელიც ებრძვის რესპუბლიკელებს და ჩვენ რო აი ალბათ ეხლა აინტერესებს სპენელს ბოლოს როგორ მიაღწია მან გამარჯვებას ამ ომში იმ სიტუაციაში როცა აქტიურად ეხმარებოდა სტალინი რესპუბლიკელების მხარეს და ამარაგებდა მათ იარაღით, ავით, ტექნიკით და ასე შემდეგ. ეს ძალიან საინტერესო მომენტი არის. ჩემი აზრით ეს თადი ისე კარგად ეხლა შესწავლილი მანდ-მაინც არ მაქვს, მაგრამ როგორც ეხლა სხვა რაღაცები. მაგრამ ჩემი აზრით აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ითამაშა იმან, რომ რაღაც მომენტში სტალინი კარგავს ინტერესს, ანუ ისე აღარ ეშინია როგორც ჩანს მას სამხედროების გამარჯვების და მეორე მხრივ ის მიიჩნევს, რომ მან ესპანეთში მიაღწია მისთვის საჭირო რაღაცა მიზნებს. კონკრეტულად ის ამ პერიოდში დაკავებული არის, შეიძლება შეპყრობილი არის ტროცკისთან ბრძოლით და ტროცკი მას ამ დროს ამხელს დაუნდობლად, ამხელს რომ სტალინმა გადაუხვია რევოლუციის იდეალებს, რომ სტალინი რეალურად აღარ არის ნამდვილი კომუნისტი, რომ ან დაღუპა ლენინის წამოწყებული საქმე და ასე შემდეგ.
და ამ დროს ტროცკის ყავს მომხრეები პრაქტიკულად ყველგან თემსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის ეხლა რა გასაკვირია თუ გავიხსენებთ ჩვენ გავითვალისწინებთ როგორი ჭრელი პოლიტიკური ლანდშაფტია თუ რაც არის როგორც ეძახიან ესპანეთში ტროცკისტული პარტია მოტროცკისტული პარტია არის ესპანეთის პოუმი ამ პარტიის სახელი აბრევიატურა აქვს ეგეთი და სტალინის დავალებით მაშინდელი NKVD KGB-ს წინამორბედი ამ პოუმს რეალურად მოსპობს პოუმის ლიდერს რაღაცა პროვოკაციას მოუწყობს და აბრალებს მას რომ შეკრული არის ფრანკოსთან და ფაშისტებთან და მოკლედ სტალინი დაკავებული არის გარდა იმისა რომ ეხმარება რესპუბლიკელებს დაკავებული არის იმით რომ იქ მოსპოს რაღაცა მოტროცკისტო პარტია და ამიზას მიაღწევს ცხადია იმის წყალობით რომ NKVD ანუ მაშინდელი KGB იყო ძალიან ეფექტური და შეიძლება ითქვას ანალოგი არ ქონდა სოფლიოში არანაირად როცა მიდიოდა ეს პროცესები ამ პოუმის ეს ვთქვათ ლიკვიდაცია აი სწორედ ამ პერიოდში პოუმის რიგებში იბრძოდა ძალიან საინტერესო ადამიანი ინგლისელი რომლის სახელი და გვარი გახდათ თუ იცით რა ერიკ ბლერი არ გავუგი არავის მაგრამ ერიკ ბლერი მე გახდა ცნობილი როგორც ჯორჯ ორუელი და როცა ორუელი დაბრუნდა ინგლისში და დაწერა მან ძალიან ცნობილი თავისი წიგნი ცხოველების ფერმა ეს ცხოველების ფორმა როგორც ცნობილი არის მიუძღვნა კომუნისტურ დიქტატურას ანუ მან რიქ რაც იხილა იმ პერიოდში მართალი ეს იბრძოდა იდეაში მემარჯვენეების სამხედროების წინააღმდეგ და იდეაში კომუნისტები ოფლიყვნენ მისთვის უფრო მისაღები იმიტომ რომ ის პოუმის რიგებში იბრძოდა მაგრამ პოუმს რაც დაატეხა თავზე სტალინმა რაც უყურა მან იქ კომუნისტების მოღვაწეობას ბჭყალებში ყველაფერი ძალიან გადაიაზრა და მოყოლებული იქიდან იქცა ეს კაცი რეალურად კომუნისტების დაუნდობელ მტრად და მისი ორივე წიგნი ცხოველთა ფერმაც და 84 წელიც რა თქმა უნდა ეხება სწორედ აი ტიპიურ კომუნისტურ ტოტალიტარულ სისტემას რომელიც ჩვენთვის ნაკლებად მაგრამ ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობია და ხა ცოტა ესეთ ლილიურ გადახვევას გავაკეთებ ერთ-ერთი ყველაზე მეტად რაც არ მომწონდა იმ სისტემაში კომუნისტურში ის იყო თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა და შენ იცი მე როგორ ვერ ვიტან თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას ვისგან საუბრობოდიოდეს ეს გინ ლიბერალებისგან გინ კონსერვატორებისგან მოიხსენება კარგად კი გააჩნია უბრალოდ რამდენად ესაა ხოლმე ხო შეზღუდვასაც გააჩნია კიდე რა დონემდე არის ეს იმიტომ რომ ზოგჯერ უბრალოდ უფრო ისეთი შეიძლება საზოგადოებრივი იყოს განწყობა ისეთი რომ აი ეგ ეწოდებული დაკენსელებას რომ უწოდებენ ეს გამოიწვიოს ხო აი მსგავსი რაღაცა ცენზურა ფაქტობრივად ეს არის დაუწესებელი ცენზურა ანუ შეიძლება კანონის სამითი არ გიკრძალავს მაგრამ სამაგიეროდ აი ისე არის მოწყობილი რომ რამეს საწინააღმდეგოს თუ იტყვი რომ შემდგომში ხდება ზეწოლა ხო ამ თორსაესი და ზოგადად პირიქით არის გაწერილი პირდაპირ რომ აი არ შეიძლება ამაზე ლაბარაკი საბჭოთა კავშირი ბოლო პერიოდში რომ გახუმანურდა 70-იან წლებში ბრეჟნევის დროს ისე თქვათ განსხვავებულად მოაზროვნეებს აღარ სვამდა ციხეში სასაგიჯეში უშვებდა დასავლეთში ხო და ეს მე მგონი გაცილებით უფრო ჰუმანური იყო დაკანსელება იმიტომ გაკანსელებენ ყველგან ხო ფაქტიურად შენ გაკანსელე სიტყვაზე საფრანგეთში ან ამერიკაში მთელ დასავლეთში დაკანსელებული ხარ არა არ წაგესულება არსად და თუ საბჭოთა კავშირში დაგაკანსელებდნენ 70-იან წლებში იყო გაცილებით კაი ვარიანტი წადი შულ ამერიკაში წადი იცხოვრე და ბევრი სიამოვნებით ვიდეო და ამერიკაში რა ვიცი უამრავი გაიქცა იმ წავიდა იმ დროს ისარგებლა ამით წავიდა დასავლეთში რომელი ჯობი მითხარი შენ ახლა დაკანსელება თუ დასავლეთში გაშვება ხო გააჩნია რა მაინც რა იცი რა არის ორივეს აქვს თავისი ესეთი ups and downs ვერც იტყვია ხო მაგრამ ups and downs კი ბატონო თუმცა ახლა ტრამპა შეიძლება საერთოდ მეორე კუდროსობა შემოიღოს ხო არა გამორიცხული და მოკლედ სადღაც ზომიერების პოვნა ყოველას უჭირს ხოლმე რა აი ამ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ხრევ კი, მაგრამ მაინც ისეთი ჯობია რომ უბრალოდ ვიღაცა რომ შენ წინამდე არის უბრალოდ განწყობილი და Facebook-ზე კომენტარს დაგიწერს ამ შემოიფარგლებოდეს და არა ციხეში ჩასმი და გადასახლებით მაინც. რა თქმა უნდა, კი. ხო, რა თქმა უნდა, კი ბატონო. თუ მან ჩერდება ყველაფერი დაკანსელებამდე არის კი ბატონო, რაზეა საუბარი. ნუ ერთ-ერთი განწყვეტი მოვლენა რამაც გამოიწვია კრახი რესპუბლიკელების იყო ამ დღეებში ძალიან აქტუალურია მიუნხენის კონფერენცია 38 წლის. მიუნხენის კონფერენცია ეხლა ამ დღეებში ატყვა ისტერიკა რომ ახალი მიუნხენი იქნება. ახალი მიუნხენი ცხადი არ შედგა მიუხედავად იმისა რომ მანდ დასაიამოვნო რაღაცეები ევროპელები ვერ არ მოისმინეს იქ.
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისგან. და საერთოდაც მე მგონი პარალელი ცოტა არ იყოს უხეშია, იმიტომ რომ ეხლა მაშინდელი მიუხენი იყო სამარცხვინო, იმიტომ რომ ჩააბარეს ჰიტლერს ჩეხოსლოვაკია, რომლის დაცვაც იყო ძალიან მარტივი და თუ მოინდომებდნენ ჩეხოსლოვაკიასთან ერთად საფრანგეთი და ინგლისი მაშინდელ გერმანიას ძალიან მარტივად დაამარცხებდნენ. ანუ ეს განსხვავებული ვითარება იმისგან, რაც ახლა გვაქვს, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ახლა რუსეთის დამარცხება ესე მარტივი არ იქნება, თუნდაც იმიტომ რომ ბირთვული არ არის, ხო? ხო და როცა მოხდა ეს ღალატი მიუნხენში და ჩააბარეს დემოკრატიული სახელმწიფო ჩეხოსლოვაკიაზე საუბარი გერმანიისთან არის საშინელ ქვეყანას, ამან გატეხა მორალურად რესპუბლიკელები და მათი მარცხი იყო მერე, შეიძლება ითქვას უკვე გარდაუვალი. მაგრამ მე რა მინდო თქვა, მაინც ისტორია მე მგონი უსამართლოდ მოექცა ფრანკოს, ის ისტორია რომელსაც ასწავლია, მოდი ესე ვთქვათ, მასობრივი მოხორების ისტორია. ფრანკოს უსამართლოდ მოექცა, როცა ფრანკო გამოცხადა ფაშისტად, ეს იყო სიგიჟე როგორც უკვე ვთქვით და უფრო მეტიც მას რეალურად, როცა იწყება მეორე მსოფლიო ომი, არაფერი არ გაუკეთებია იმისთვის, რომ ამ მსოფლიო ომში გაიმარჯვა ჰიტლერს. როცა მას ჰიტლერმა მოსთხოვა გიბრალტარზე ლაშქრობა, ცხადია გიბრალტარის აღება იქნება ძალიან მძიმე დარტყმა ინგლისელებისთვის, იმიტომ რომ გიბრალტარის მეშვეობით ინგლისელები აკონტროლებდნენ უნიშნულოვან გასასვლელს და მათი ფლოტი ბატონობდა. ფრანკომ უთხრა პირდაპირ ჰიტლერს ვარი და არ იყო ესე მარტივი ცხადია ჰიტლერისთვის ვარის თქმა და ფრანკომ ეს გაბედა. ძალიან საინტერესოა. და გენიალური ფრაზა არის ის უპასუხა ჰიტლერს, როცა ჰიტლერმა უთხრა შენ თუ არ გინდა ომი გამიშვი, მე ვიომებ და მე ავიღებ გიბრალტარსო, ფრანკომ უპასუხა გიბრალტარს მხოლოდ ესპანელები აიღებენ, მეტი არავინ. აი აქ მე მგონი, აი როცა ეს დიალოგი შედგა მათ შორის, ჰიტლერს გაახსენდა რა რთულია ესპანეთის დაპყრობა. მას ხო ქონდა იგივე იქ ნაპოლეონის გამოცდილება ხო იცოდა ძალიან კარგად, იმიტომ რომ ჰიტლერის ყველა შორის ნაპოლეონის ფანი იყო. და მიხვდა ალბათ ჰიტლერი რომ არ ღირდა ეხა ფრანკოსთან ჩხუბი და არ ღირდა მით უმეტეს გიბრალტარის ასაღებად ესპანეთში გერმანული ჯარების შეყვანა, იმიტომ რომ ამას კატასტროფა მოყოლდათ მისთვის და გაიაზრა ძალიან კარგად და შესაბამისად მე გიბრალტარი დარჩა ცხადია ინგლისის ხელში და ამან ითამაშა საკმაოდ სერიოზული როლი იმაში, რომ ზღვაზე მიდიოდა სერიოზული ბრძოლა ერთის მხრივ გერმანია იტალიას და მეორეისთვის ცხადია ინგლისს ამერიკას შორის, რომ ზღვაზე მე გაიმარჯვეს სწორედ ინგლისმა და ამერიკამ. გიბრალტარიც რო ვახსენეთ, ძალიან საინტერესოა, ხო ესპანეთის ნაწილი იდეაში არა. გიბრალტარი ჩაიგდო ხელში ინგლისმა სწორედ იმ ომის შემდეგ, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, ეს არის ესპანეთის ომი ესპანეთის მემკვიდრეობისთვის. ეს ომი იდეაში მოიგო საფრანგეთმა, იმიტომ რომ მან მოახერხა იქ თავისი პრინცის დასმა, ბურბონდა მოყოლებულიდან ბურბონები მართავდნენ, ანუ ფრანგული დინასტია მართავდა ესპანეთს, ანუ ეს მე-18 საუკუნეა, მაგრამ სამაგიეროდ ინგლისმა მიიტაცა გიბრალტარი და გიბრალტარი იყო მოყოლებული იქიდან მისი ერთ-ერთი მთავარი კოზირი. სხვა შორის ნაპოლეონთან ომშიც ცხადია გიბრალტარი დამეთანხმები ინგლისს ძალიან გამოადგა. ანუ ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ აი ესპანეთის დიდ როლს სოფლიო პოლიტიკაში მიუხედავად იმისა, რომ უკვე ნაპოლეონის ომებიდან მოყოლებული თუ არა მანამდე დამეთანხმები ალბათ ესპანეთი რა თქმა უნდა აღარ არის ისეთი ძლიერი მოთამაშე ევროპაში, როცა ასახელებენ როცა განიხილავენ მე-19 საუკუნის ევროპულ პოლიტიკას, დასწრებულად სოფლიო პოლიტიკა იყო, იმიტომ რომ ყველაფერი ევროპაში წყდებოდა. სახელდება 5 დიდი მოთამაშე, მათ შორის არის ესპანეთი. და ეს იმპერია მოკლედ, რომელიც დასრულდა მე-19 საუკუნეში, ესპანეთის იმპერიაზე მაგსაუბ მე-19 საუკუნის ბოლოს, როგორც უკვე ვთქვი, მერე მივიდა ამ სამოქალაქო ომით, სამოქალაქო ომის კოშმარი დასრულდა 38 წელს და ამ კოშმარის დასრულების შემდეგ იწყება ფრანკოს დიქტატურა და ამ დიქტატურას პრინციპში ერთი კარგი რაც ჰქონდა, იყო ის, რომ მან საბოლოოდ დაასრულა კარლისტობა ესპანეთში. ეს მოუშორებელი ჭირი, რომ ეს ტახტზე დავსვათ მაინდამაინც დონ კარლოსის ვიღაც ჩაომავალი. სხვა შორის დონ კარლოსის ერთ-ერთი ჩაომავალი, როცა ეს ომი მიდიოდა, გარდაიცვალა ვენაში გარდაიცვალა და კარლისტებისთვის ძალიან სერიოზული დანაკლისი იყო, მაგრამ ეხლა ისინი მოახერხებდნენ კიდე იპოვიდნენ ვინმე დონ კარლოსის ნათესავს და მოინდომებდნენ მის ტახტზე აყვანას და ეს კოშმარი არ დასრულდებოდა არასოდეს ალბათ. დიქტატურამ დაასრულა მხოლოდ, იმიტომ რომ დემოკრატიამ კარლისტებს ვერაფრით ვერ ერეოდა და ეს კარლისტები არაფრით არ ეშვებოდნენ ესპანეთს. სულ ქონდათ აი ეს აკვიატება, რომ ერთ-ერთი კანონიერი ხელისუფალი იყო დონ კარლოსი და ყველა სხვა ხელისუფლება არის უკანონო, დემოკრატია ცხადია უკანონო იყო მისთვის, მათთვის უკანონო იყო ცხადია ყველა მეფეები, ეზაბელა და იზაბელას ჩაუმავლები და ის იტალიის მეფის ვინც მოიყვანეს, ყველა იყო უკანონო. მხოლოდ დონ კარლოსის ჩაუმავლები, მეტი არავინ.
ნუ რაღაცნაირად მაგონებს საქართველოს სიტუაციას. ბევრი სპეციალი განიგებს ალბათ. შენ ხომ მიხდი რაზეა საუბარი? კარგია ეგეთი ისინი, რა ქვია, პარალელების გავლება ხოლმე, იმიტომ რომ ისტორიაში მართალია ზუსტად ანალოგები ერთმანეთის არ არსებობს, მაგრამ ბევრი რამ შეიძლება გავდეს მეორეს. იმიტომ რომ ხა ადამიანი ყველგან ადამიანია, მოკლედ და ხო, და სამოქალაქო ომიც მეგონი ყველგან ძალიან ყველგან ესე თქვათ ცუდია. კარგი სამოქალაქო ომი მეგონი არ არსებობს. დამავიწყე ხა რამდენი დაიღუპა მესმეთის სამოქალაქო ომში, ამის ნახვა ძალიან მარტივად შეიძლება. მაგრამ ესეთი ძიმე დამანგრეველი სამოქალაქო ომები ევროპაში იყო ალბათ რა თქმა უნდა მხოლოდ რუსეთში სხვაგან არსად მე-20 საუკუნეში და ორივე იყო კატასტროფა რა თქმა უნდა. ხო, დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი დახოცილა. მეტი არა, ნუ შედარებით რუსეთთან ცოტაა, ხო, მაგრამ ეხლა თუ მასშტაბს გავიტოვოთ მოსახლეობის ეს მხოლოდ მე-20 საუკუნეში უკვე, ანუ კარლისტების ომებს ვინოთვლის არა, ხო. და ამ სამოქალაქო ომის მერე როგორც წესი მოდის დიქტატურა, როგორც ჩვენ ვუყურებთ. იმიტომ რომ სამოქალაქო ომი ისე ანგრევს ქვეყანას შიგნიდან, ისე აღრმავებს დაპირისპირებას, რომ როგორც ჩანს, მერე კონტროლისთვის საჭიროა დიქტატურა სხვა შანსი არც არსებობს ალბათ. მე ვერ წავმედგენია სამოქალაქო ომის მერე, მართლა დემოკრატიამ როგორ უნდა იმუშაოს, ხო? იმიტომ რომ დამარცხებული მხარე ხო არ შეეგუება თავის დამარცხებას, ომში დამარცხებას და მოინდომს ხელისუფლებაში ყოფნას და ესო ჩაუკლა, ესო აუგზავნო და ამყარო დიქტატურა. ნუ ფრანკომი როგორც ვიცი დიდხანს მართა ესპანეთი და პრინციპში კარგი თუ ცუდი, რა თქმა უნდა, მე მგონი ესე მარტივად მისი შეფასება შეუძლებელია, შავი თუ თეთრი, ამას ვერ მივუყენებთ. დრო იყო ძალიან ცუდი, ეს რომ გავითვალისწინოთ. ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო თვითონ ესპანეთში და ასეთ დროს ფრანკო, რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა დემოკრატი, ვერ იქნებოდა, რა ვიცი, ჰუმანური ლიდერი. ვერანაირად ეს შეუძლებელი იყო. მაგრამ ჩვენ თავს ვკითხოთ, რომ შეიძლება იყო ესპანეთში აი ეს სიტუაცია მუდმივად, ეს გაურკვევლობები, მთავრობის დამხობები, აჯანყებების ცდილობები და ასე შემდეგ. რომ ჩათრეული იყო ესპანეთი მეორე მსოფლიო ომში, ამას ფრანკომ აარიდა სხვა შორის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, აი რა იქნებოდა ესპანეთის საინტერესო, უფრო დი მსხვერპლი ხო არ ექნებოდა. ძალიან რთული საქმეა ხა, რა თქმა უნდა. იულია ხა აქედან ფილოსოფოსობებს და დიდი დრო გავიდა ჩვენ საქართველოში შეხვედვარ და ჩვენ თავზე არ ვიგიცდია ხა ესპანელების ის უბედურებას გაიარეთ, თუმცა ჩვენ უბედურებას ყოფნის, მაგრამ აი კითხვა არის, ვარისი ხო არ შეიძლება მოხდარიყო ფრანკო რომ არა, ეს მეგონი ლეგიტიმური შეკითხვაა. Why to? ხო და ეხლა კიდე ეს ასმენ დაუბრუნდე ბოლოსკენ, რაც ვახსენე შევეხე. როგორც ყოველთვის ამ ესპანეთმა ჩაითრია მთელი დანარჩენი ევროპა და რომ არა ეს ესპანეთის სამოქალაქო ომი ღმერთმა უწიეს, როდის შედგებოდა ჰიტლერის და მუსოლინის დამეგობრება, რომელიც ნუ შეიძლება თქვა სპენელმა რომ ოდესღაც მაინც შედგებოდა, მაგრამ ნუ არ ვიცი, ესე მარტივად არ არის საქმე ჩემი აზრით. გავამდინე იქიდან რომ თავიდან მუსოლინის ჰიტლერის საერთოდ არ მოსწონდა არანაირად. არ მოსწონდა პიროვნულადაც თავიდან და პლუს ამას არ მოსწონდა ჰიტლერის ესე თქვა აგრესიული ზრახვები. მათ შორის ესე თქვა ისო ჰიტლერი ებოტინებოდა ავსტრიას, ხო? ხო და შესაბამისად ძალიან რთული საქმეა. ეს რა იქნებოდა სინამდვილეში რას გამოიწვევდა. მე არ ვიცი, მე მიჭირს ამაზე თქვა. ანუ აქაც ჩვენ ხედავთ ესპანეთის სამოქალაქო ომის ალბათ უარყოფით ძალიან შედეგს და გავლენას ამ ორი დიქტატორის დამეგობრებას, რომელიც საბოლოო ჯამში დასრულდა როგორც ცნობილია, ცუდად მუსოლინისთვის, ცუდად მუსოლინის ხას უსვამდა, იმიტომ რომ ის ხა შედები ჰიტლერთან უფრო მაინც კეთილშობილი ადამიანი იყო, უფრო ნორმალური ადამიანი იყო, თორე ჰიტლერი ნაკლებად მეწოდება და მუსოლინი ცოტა არ იყო რაღაც სიბროლოს იწვევს, იმის გამო რომ აი ფეხი აუწდა და მე ამიტომაც საბოლოო ჯამში ფეხები ჩამოგიდეს, ფეხი რა აუწდა, ფეხები ჩამოგიდეს სწორედ ქალაქის მილანის თავარ მოედანზე რა. კი, ნამდვილად. ხო, ჩვენ მაგაზე ვისაუბრეთ მაშინ როცა მუსოლინის ქონდა ხო მაგას ლაბორს საშუალება კი ბატონო. დამატებით თქვა, არ აქვს მოსმენელის ეპიზოდი, ურჩევ რომ მოусმინონ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა. ფრანკოს მემკვიდრეობიდან ასევე აღსანიშნავია ის, რომ მან ესპანეთში ფაქტობრივად მეფის ინსტიტუტი გააძლიერა და დააბრუნა რაღაც ფორმით. ხო, მართალია, ხა ის აღარ არის აბსოლუტური მონარქია, როგორც იყო ხა წარსულში, მაგრამ ის კონსტიტუციური მონარქიის ფორმით აღდგა და ესპანეთს დღემდე ვიცით, რომ მითვლება სამეფო.
ვთქვათ ის რაღაცა გარკვეულად წარსულის სენტიმენტი, როგორც მაგალითად ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში შემორჩენილი, ასევე ესპანეთშიც გვაქვს ამ ფორმით და გარკვეულად ეს ფრანკოს დამსახურებაა, ხო ზუსტად? ხო, მანამდეც იყვნენ მონარქები, მაგრამ ისეთი 30-იან წლებში ისეთი ქაოსი იყო, როგორც ფრანკო მიხვდა, რომ ჭირდებოდა რაღაცა ლეგიტიმაცია. საჭირო იყო ლეგიტიმაცია და მეფის დინასტიის გარდა ეს მეფის დინასტიაც ხადი საუცხო გამოსავალი იყო ამისთვის, არა? იმიტომ რომ ხა პრინციპში ეს ჭკვიანური საქმე გააკეთა ნამდვილად შეიძლება ითქვას. ისე რა არის, აი დაახლოებით ამ პერიოდის ესპანელი მონარქები მე-20 საუკუნისა თითქმის აი არც ერთი არ არის ესეთი ნაცნობი სახე და გარკვეულწილად აი მომაგონებს ხოლმე თუნდაც იაპონიის იმპერატორებს, რომლებიც შოგუნატის პერიოდში მართავდნენ იაპონიას, იმიტომ რომ უბრალოდ იყვნენ ისინი, მაგრამ რეალურად არანაირი ის არ გააჩნდათ ხოლმე, ხო, ძალაუფლება, ან თუნდაც იგივე ფრანკთა ზარმაცი მეფეების პერიოდი რო იყო ხლოდვიგის შემდგომ პერიოდში მეროვინგების დინასტიისა, როცა მაიორდომები მართავდნენ ქვეყანას, მაგრამ ის ყავდათ მეფეები მაინც. ანუ აქაც ძირითადად ის სამხედრო ელიტა ასრულებდა გარკვეულწილად იმას, ხო, უფრო მათ ხელში იყო ძალაუფლება უფრო მეტად და შესაბამისად ეს მეფეები უკვე ესპანეთში აღარ იყვნენ ისეთი აქტუალურები, როგორც წინარე აბსოლუტისტი მონარქები იყვნენ თავის დროზე, შესაბამისად ესეც გაგრძელება. რა თქმა უნდა, ხო. ესპანეთის მეფე რო და ეხლაც მაგრამ ეხლა პრინციპში უფრო აქვს რაღაცა, უფრო ჩანან, ხო თქმა უნდა, ხა რა გამახსენდა, ხა სხვა რაღაც ფიქრობდი ბოდიში, გამახსენდა ხა ჩემი პირველი სოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში იყო ესპანეთში 82 წელია და ჯერ კიდევ 82 წელს ესპანეთი იყო საკმაოდ ჩამორჩენილი ქვეყანა. ეს ჩანდა ძალიან კარგად. 82 წელს, როცა ტელევიზორი დააჩანდა სხვადასხვა. შედარებით გერმანიასთან, ანუ თუ მე ხა როცა მე მოგვიანებით ვნახე დოკუმენტური ფილმი გერმანიაში ჩატარებულ სოფლიო ჩემპიონატზე, ჩამსამხელა კონტრასტია დასავლეთ გერმანიასა და ესპანეთს შორის. ანუ სამოქალაქო ომმა და დიქტატურამ რა თქმა უნდა თავისი კვალი დაატყვა ქვეყანას, ეს ქვეყანა იყო 80-იან წლებში საკმაოდ ჩამორჩენილი და მისი აღორძინება იწყება აი 80-იანების მე ვიტყოდი 80-იანებიდან იწყება აღორძინება შეიძლება ითქვას რა. და ეხლა სხვა შორის უკვე ეთყობა რომ საბოლოოდ გამოვიდა აი ამ სტრესიდან, რომელიც მაშინ გაიარა, ეს ეთყობა მათ შორის ესპანურ ფილმებს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ხა ევროპაში შეიძლება ითქვას. ნუ ესპანური სამზარეულო კარგია და ეხლა აქ ფრანკოს დამსახურება და არც ეს ლოსეთი იყო ალბათ. ხო, მაინც სამხრეთული ტიპის ევროპული ქვეყანაა, ვერ ვიტყვით რომ ის აი ან პოლიტიკური წონა აქვს ძალიან დიდი, ან სამხედრო თვალსაჩინო და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ძველი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახელმწიფოა მაინც და საფრანგეთთან, პორტუგალიასთან, იტალიასთან ერთად მაინც ევროპის ყველაზე კოლორიტს ქმნის რა ესპანეთი და აქვს თავისი ეს ცენტრია, ცალკე ცენტრია მე ვიტყოდი, რომელსაც პრეტენზია აქვს რომ არის ცალკე კულტურული ცენტრი, იმიტომ რომ მაინც ეხლა ხო ის ყოფილი იმპერია, ყოფილი კოლონიები რაღაც თაყვანს სცემენ მადრიდს, მაინც მეფეს მაინც ესე თქვა, პატივისცემით მოიხსენებენ ესპანეთის მეფეს. თავიანთი სამზარეულო და ღვინო, ფრანგებზე რანაკლებ უკეთესი, რანაკლებ კარგი მე ვიტყვი და თქმა უნდა საფეხბურთო ლიგა თავისი ბარსელონა რეალით, ხო, უნიკალური რბილი ძალაა მე ვიტყოდი. ასე რომ ძალიან კარგი და საინტერესო ქვეყანაა ჩემი აზრით. ხო, ისე ფრანკოს ხშირად უკავშირებენ ხოლმე მადრიდის რეალს და მე ამაზე მიდის ხოლმე წუწუნი რომ მე მგონი გაზვიადებულია ძალიან ის რომ ეხა ფრანკო უჭერდა მხარს რეალს და ბარსელონა ჩაძირე ეს მე მგონი გაზვიადებულია ცოტა არ იყოს. რაღაც ხაპარს გავს უფრო მეტად, ხო, ძალიან საინტერესო კიდე ერთი მომენტი რომ როცა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა უარი თქვა ესპანეთის ნაკრებთან თამაშზე. ან ფრანკოს გამოსწორდა ეს ფეხბურთსაც გადაედო ის პერიოდი, ფრანკოს პერიოდი მოკლედ რა. ძალიან ბევრი და ერთ-ერთი ყველაზე ტრული ქვეყანა განწყობილი ფრანკოს მიმართ იყო ცხადია საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირი, ხო. იცი რა არის, მაინც შინაარსობრივად ესპანეთში მოხდა რა კომუნისტების დამარცხება და მემარცხენეებისა, ხო? და მოხდა კონსერვატიული ძალების და მემარჯვენეების გამარჯვება და თავისთავად ხა მაინც და მაინც მისაღები არ უნდა ყოფილიყო ეს, ხო? იგივე საბჭოთა კავშირისთვის, რომელიც რა თქმა უნდა თავის დროზე დაკავშირებული იყო მემარცხენე მოძრაობებთან, რომელიც ესპანეთში არსებობდა. აი მაგალითად ყველას ახსენდება ხოლმე და განსაკუთრებით ცნობილი სერიალიდან, ცხელი ძაღლიდან, რომელშიც ნახსენები არის დოლორეს იბარური, რომელიც იდგა და რევოლუციონერობდა. ხო, იდგა და რევოლუციონერობდა. ქალი ლიდერი, კი ბატონო, კი. ნუ ხა შეიძლება ეს გაბუტვა მოსკოვის გაბუტვა ფრანკოსთან იმთაც იყო გამოწვეული იყო იმდენი რომ ის განძირო წაართვეს ესპანელებს იმის დაბრუნება არ უნდოდა და ამიტომაც ეხა ცხადია გაბუტულები იყვნენ ხო
სხვა თუ არაფერი. კი, ყოველ შემთხვევაში დღეისთვის ესპანეთი ძალიან ისეთი სტაბილური, ნორმალური ევროპული სახელმწიფო არის, კარგი დასათვალიერებელი, კარგი დასაგემოვნებელი და ძალიან ისეთი ნორმალური ცხოვრების მქონე. ან ვერ ვიტყვით რომ ის არის ევროპაში უმაღლესი ცხოვრების დონით გამორჩეული რაღაც, მაგრამ ეს არის სტაბილური, ძალიან სტაბილური, ნორმალური ევროპული სახელმწიფო, რომელსაც კვლავინდებურად აქვს შესაძლოა სეპარატიზმის პრობლემა, კვლავინდებურად ვერ შეთანხმდა თავის ჰიმნზე. არც თუ ისეთი იხნის იყო კატალონიის გამოყოფა, ხო? კი, ну плюс ეს ბასკეტში პრობლემები მე მახსოვს რომ საფეხბურთო მატჩების დროსაც კი ტერაქტების მცდელობა და ასე შემდეგ, ხო, მთელი რიგი ბასკი ტერორისტებისაგან. ასე რომ ესპანეთს ესეთი ერთიანობა და ერთი სხეულად და ერთ ერად ჩამოყალიბება ჯერ კიდევ ვერ ვიტყვით რომ მაინც ბოლომდე მიყვანილი არის და თვითგამორკვევის პროცესშია. თუნდაც ის რომ ჰიმნის ტექსტი არა აქვს ესპანეთს და რომელზეც ვერ თანხმდებიან და იმიტომ არა აქვს. ანუ უბრალოდ ჰიმნი მარტო მუსიკაა, ხო? აქვს არაოფიციალური ტექსტი, მაგრამ ეს ტექსტი არ არის მიღებული და არ მღერიან მას, იმიტომ რომ არ არის ყველა არ ეთანხმება, მოკლედ რომ ვთქვათ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი ხალხი ცხოვრობს ამ სახელმწიფოში. ასე რომ ევროპის ყველა ქვეყანაში არის რაღაც თავისებურებები, ყველას აქვს რაღაც თავისი პრობლემები. და ბარსელონა რეალის შეხვედრასაც იმიტომაც აქ ეშხი რომ ამასაც პოლიტიკური საკითხი, ხო? რა თქმა უნდა, მაგრამ ისევე როგორც თუნდაც იგივე ბასკების, ანუ ატლეტიკისა და თუნდაც მადრიდის რეალის თამაში და უბრალოდ რეალების თამაშს, ანუ ბევრი რეალია ესპანეთში და რეალები რო თამაშობენ. სამირელია, ხო? ხო, მაგის შემდეგ მურ მეტიც მეგონი, ხო, სოციედადიც არის ვალიედულიდიც არის. უმაღლეს ლიგაში მეგონი 3-ია თორე. ხო, კი, ბატონო. მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი ეპიზოდში მოკლე ესეთი ზოგადი განხილვა მოხდა ესპანეთის სამოქალაქო ომებისა, განსაკუთრებით ფრანკოს პერიოდისა, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურაა ალბათ მე-20 საუკუნის ისტორიაში, ისევე როგორც იყო, არ არის ესეთი მასშტაბისა, როგორც იყო მაგალითად იყო ჰიტლერი, როგორც იყო სტალინი პერიოდში, თუნდაც ჩერჩილი და ასე შემდეგ, მაგრამ იმ მასშტაბებში, ევროპის მასშტაბებში ესპანეთისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან გამორჩეული ფიგურა, რომლის სახელიც ყველა მიცის, რა თქმა უნდა, და ასოცირდება ძალიან ბევრ ამასთან, როგორც დადებითთან, ისე უარყოფითთან უმეტესად. ასე თუ ისე, რა ვიცი, ვინც მოусმენს დღევანდელ ეპიზოდს და დამატებით კიდევ ვინდომებს ამაზე შემდგომში მოსმენას, მე ვეცდები რომ სამომავლოდ კიდევ შევეხოთ ამ თემას, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს 1-2 ესპანეთის მოყვარული და მცოდნე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც მათ შორის და ვეცდები რომ გოგენია მოიწვიო თუნდაც შემდგომში, რომელიც ამ თემას კიდევ უფრო გაშლის თუ დეტალები ამ შემთხვევაში საინტერესო აღმოჩნდება ჩვენი მსმენელისათვის. პოლიტიკური თვალსაჩინო, რა თქმა უნდა, ეს საკითხი დღეს მიმოხილული იყო. მადლობა სტუმრობისათვის. იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდები, იმიტომ რომ ახლა ისეთი პერიოდი დადგა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიას განსაკუთრებული გასაქანი მიეცა რა და არის ალბათ ხო არის თემები, რომელზეც საუბარიც კიდევ შეიძლება. თუნდაც იგივე მიუხედავად საკე ეპიზოდით შეიძლება ალბათ, მოკლედ თუნდაც მოგაკეთდეს და რა შედეგები მოყვა და რა ისა აქვს გამოხმაურება და რა ისტორიული კვალი დატოვა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, ხშირად ისტორია გვეხმიანება ხოლმე რა და ყველას ახსენდება რაღაცა მოვლენები ისტორიიდან, როდესაც რაღაც ხდება ჩვენს დროში და ალბათ ესეც ერთ-ერთი ასეთი მოვლენა არის ზუსტად. სამოქალაქო ომი რამ ძინი ამას რომ გაიაზრებ, ყველაფერი რომ გააკეთო იმისთვის რომ შენ ქვეყანაში იგივე არ მოხდეს, მithundes ჩვენ გამოვლილი გვაქვს უკვე ერთხელ, ხო არ თუს დიხნის წინ. 32 წელი, როცა არ არის ბევრი მანდამეც. და ვისაც ამის პასუხისგებლობა ეკისრება განსაკუთრებით და შეუძლია რომ ეს აღკვეთოს, ამ შემთხვევაში და აღკვეთოს არა ისე რომ რამდენიმე წელში ისევ გამოიწვიოს და არა არამედ ზოგადად გამოიწვიოს, უბრალოდ ხალხის დაშოშმინება, დამშვიდება, დასტაბილურება მდგომარეობისა, რომელსაც რა თქმა უნდა ეს ძალადობა უბრალოდ უფრო მეტ ძალადობას შობს უმეტეს შემთხვევაში და საბოლოო ჯამში მაინც კატასტროფით თავდება ხოლმე და სისხლის ზღვრით. ამის ეს თავიდან აირიდოს. მოკლედ ნიკა რა მინდა კითხო ხა როგორც ესე ვთქვათ პროფესიონალი ისტორიკოსი, მე ხარ პროფესიონალი ისტორიკოსი. აი ეს როცა იყო რელიგიური ომები მაგალითად ნუ საფრანგეთში ხო და ეს როცა მე გამოსცემს ნანტის ედიქტს ანრი მეოთხე. შერიგება ესე ვთქვათ კათოლიკებსა პროტესტანტებს შორის, ხო? ეს რელიგიური ომები ხო არ ჩაანაცვლა მე რეალურად სამოქალაქო ომებმა. ესე ხო არ მოხდა რელიგია გადაინაცვლა მაინც უკან პლანზე, მე ხო არ ხდება უკვე ეს მასობრივად უფრო მეტად სამოქალაქო ომები. იცი რა არის, გარკვეულწილად ეს რელიგიური ომები მაინც პოლიტიკურ შინაარს ატარებდა, ხო, სარჩული. კი, გეთანხმები. ანუ ხო არ შეიძლება თქვა რომ ჩვენ რო ეს კი, რატომაც არა. ხო.
კი, ეტომაც არა. შეიძლება ითქვას, რომ ადრე უბრალოდ რელიგიური სარჩული ქონდა ამ ყველაფერს და დროთა განმავლობაში რაც უფრო სეკულარული გახდა ევროპა, უკვე მივიღეთ ტიპიური სამოქალაქო ომი. ხო, უშუალოდ პოლიტიკური ინტერესებით ხდებოდა უკვე შემდგომში და პოლიტიკური მოტივებით ომები და აღარ იყო გაფორმებული იმით, რომ აი ვიღაც კათოლიკე იყო და ვიღაც ჰუგენოტი, მაგალითად, ხო? თუმცა უყურე 90-იანი წლები იუგოსლავიის დაშლა სამოქალაქო ომით ან რელიგიური შემადგენლით. და ძალიან მძიმე, მე ვიტყოდი კიდევ უფრო მძიმე იყო ეს იუგოსლავიის სამოქალაქო ომი ვიდრე ესპანეთის სამოქალაქო ომი, იმიტომ რომ რელიგიური ისიც ჩაერია მომენტიც. ერთმანეთს ვერ იტანდნენ საშინლად, როგორც ცნობილია, მუსლიმანები და მართლმადიდებლები, კათოლიკები და მართლმადიდებლები და ეს სამი გამოიკვეთა ეს სამი, ასე ვთქვათ, რელიგიური შტო, თუ რაც არის, ხო? და ამანაც დაამძიმე ისეაც კოშმარული სამოქალაქო ომი, რაც იყო იუგოსლავიაში. კი, ნამდვილად, ანუ შეიძლება რომ ორივე ფაქტორი არსებობდეს. ორივე ფაქტორი არსებობდეს, მაგრამ თუ არ იარსებებს რომელიმე, მეორეს არ შეუშლის ხელს, რომ მაინც მიზეზად გამოიყენოს. ხო, ამიტომაც ესეთი კომპლექსური საკითხია ეს სამოქალაქო ომების თემა საერთოდ. სამწუხაროდ დამავიწყდა მომეძებნა Netflix-ზე არის ეგეთი ფილმი, თუ მოინდომენ მეგონი მოძებნიან ჩვენი მსმენელები. აი სწორედ ამ თემატიკაზე, როგორ ცხოვრობს ერთი ოჯახი ესპანეთის სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, რომ ქმარი არის ჩაკეტილი სარდაფში და ცოლს ჩააქვს საჭმელი და აქვთ სექსი და ასე შემდეგ. შეიძლება მე დასერჩვა თუ მოინდომენთ Netflix-ზე არის ეს ფილმი, ინგლისურად დუბლირებული, ესპანური ფილმი დუბლირებული ინგლისურად. კი, თუ ჩვენ შეგვიძლია პოდკასტის დაბლა მიუთითოთ სახელწოდება შეგვიძლია ამას, რომ მე ვისაც დაინტერესებს ნახოს და რაც შეეხება ლიტერატურას, ხა ქართულ ენაზე რა თქმა უნდა, ხა ესპანეთის თემატიკაზე არც ისე ბევრ წიგნის რჩევა შეიძლება სამეცნიერო, მაგრამ არსებობს ძალიან დიდი ლიტერატურა და მე ვეცდები, რომ რამდენიმე პოდკასტის ქვემოთ description-ში, ეგ ეწოდებულ აღწერაში, რამდენიმე წიგნი ჩავაგდო და ვისაც დაინტერესებს, მე დეტალურად შეუვლიათ ნახოთ ეს წიგნები. ამ ბოლო დროს ეს თხოვნა შემოვიდა, როცა ჩაწერთ პოდკასტს და ბლოგში მიუთითოთ ხოლმე რამე, საიდან შეიძლება ამ თემაზე წაკითხო ლიტერატურის და ვეცდები რომ პრეტენზია კი ბატონო. კი, ვეცდები რომ გავაკეთო. კი, ნამდვილად. მოკლედ მომავალ ეპიზოდამდე გემშვიდობებით, მადლობა კიდევ ერთხელ და არ დაგავიწყდით რა თქმა უნდა არხის გამოწერა და დალაიქება, მოწონება ეგრეთ წოდებული. აბა გემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე.